აი კიდევ ერთი ნუ დაანაგავებთ. გზა არ ვარგა. გზა არ არის ფაქტიურად. აბა მონასტრამდე. მანქანით არ უნდა იარო, ფეხით უნდა იარო. რა უნდა მონასტერთან მანქანას? არა. ძროხები კარგად დადიან ტალახში, როგორც ჩვენი მანქანა კარგად დადის ისე. ეხლა ეს ქალბატონი ძროხები თუ არ გაიწიან იქით, ხო, იქით აქეთ. ზოგი იქით, ზოგი აქეთ, ამ აღმარზე ვერავარ. აქ ჩვეულებრივი ჯიპი ვერ ამოვა. ამოვა არაჩვეულებრივი ჯიპი ჩვენ რო ხავს ეგეთი. შეიძლება ამის გზის გაკეთება. დააკეთებენ ბაბუ გზას, მოიცა რა ეჩქარებათ. აუ რა მაგარი მონასტერი. აუშენები. მიწაში არის ჩარჩენილი, საბურავები დაშვებულია. კაი ხანია ბესო მე მგონი ეს მანქანა აქ არის. გაჩერებული მიწაში, ჩამარხული. ესე იგი ფაქტურად 90-იანი წლებიდან ხვლიკები ღარიან აქ. ხვლიკები და კიდე რა, აი, პატარა ხვლიკი. მოიცა ხვლიკო. აი დენის ბოძები რომელზეც კაბელები აღარ არის. რა თქმა უნდა გაიძარცვა. აი როგორც ეს საათი არის გაჩერებული, ისეა გაყინული აქ ამ სოფელში დრო 90-იანების მერე. არყის პატარა ჟიუმაჩკა. თურმიშხამბიძეს უყვარდა არყის დალევა. და ასე დარჩა მიტოვებული ეს ჩვენი ტერიტორიები ქართულ მიწა-წყალზე, ამდენი სოფელი დაუსახლებელი და წარმოიდგინეთ ახლა ეს უყველა 160 სოფელი რო იყოს ხალხი დასახლებული და აი სულ რამოდენიმე ოჯახი მაინც რო ცხოვრობდეს თითო სოფელში, ხო? ყველას ყავდა ძროხა, შინაური ცხოველი, ფრინველი, მესაქონლეობას მისდევდნენ, ნატურალური რძის პროდუქტები ჰქონდათ, იკვებებოდნენ და ამით ირჩედნენ თავებს. ესეთი გზა არის სოფელში. აბა ახლა ასეთ გზაზე ვინ ამოვა ხოლმე აქ? არავინ არ ამოვა. აქ მანქანა ვერ ამოვა და აქეთ აიღე აქ. ოკაი. და ამ გზაზე ახლა მინიმუმ ასეთი მანქანა მაინც უნდა ყავდეს რა. ესეც აქ გააჩერეს ზევით შეხვდა ადამიანები, იმათი არის ეს ნივა. მას კრეფენ, რა ქვია იმას. ჯონჯოლის ხეები არის, აქ ბევრი. რო გადავიღო შეიძლება? აბა რო გადაიღო შეიძლება? გადაღება უნდა, გადაღება. მოვდივარ. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს 9 მაისია. არაჩვეულებრივი გაზაფხულის დღე არის. ეხლა ვიმყოფები ჩვენ ქარელის რაიონში, ქარელიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით. ხედავთ ეგენ ჩემს უკან, როგორი ლამაზი ტყე არის და სანამ რამოდენიმე სიტყვით მოგახსენებდეთ ჩვენი დღევანდელი ექსპედიციის შესახებ. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ყველა ვეტერანს, რომელიც მოესწრო დღევანდელ დღეს, უსურო ჯანმრთელობა თუ ეგეთები არიან დარჩენილები და ჩვენ პაპებს და ბაბუებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა, იმათი ხსოვნა არ დავიწყება, მინდა ვთქვა. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ ექსპედიციას, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვართ ქარელში. ქარელის რაიონში გვინდა მოვინახულოთ ორი მაღალმთიან რეგიონში არსებული დასახლება. ერთი არის 1500 მეტრზე ზღვის დონიდან, საკმაოდ მაღალზეა, რომელშიც ამ სოფელზე სხვათა შორის რამოდენიმე დღის წინ უყურე მე გადაცემა ჰქონდა მთის ამბებს გაკეთებული, ჩემი ძალიან დიდი ლაიქი. ამ არხს საინტერესო ვიდეოებს იღებენ. 4 წლის წინ იყო გადაღებული ეს რეპორტაჟი და აქ ამ სოფელში იყო ერთადერთი ადამიანი, მისი სახელი გავიხსენო დურმიშხან ფილიშვილი. ეს იყო 4 წლის წინ და ამაში თამაგონა და სურვილი გამიჩინა, ავსულიყავით დღეს და გვენახა ეს კაცი თუ კიდევ ცხოვრობს
მან რა პირობებში ცხოვრობს, იმიტომ რომ შუქი არ იყო 4 წლის წინ და გზა ძალიან ცუდი გზა იყო, იმიტომ რომ ფეხით იყვნენ ასულები. წყლის პრობლემა იყო, მაგრამ საკმაოდ დიდი სოფელი იყო თავის დროზე 90-იან წლებამდე. და გვინდა დღეს მივიდეთ, ვნახოთ ეს კაცი, რაღაცები ვიყიდეთ, სურსაცანოვაგი გვინდა რომ ავიტანოთ. ეხა ქარელიდან გამოსულები ვართ და თითქმის რამოდენიმე კილომეტრი დაგვრჩა ამ სოფლამდე, რომელსაც ქვია ბატიურა. იმერხევი უნდა გამოვიაროთ და მე ეს სოფელი ბატიურა. იმედია დაგხვდება ეს ადამიანი იქ და მას მოვინახულებთ, გავიგებთ სიტუაციას, სოფლისას. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა სულ ყველას, ვინც ჩემ არხს უყურებს და წინა ჩემ ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. დიდი მადლობა ყველას ლაიქისთვის და გამოწერისთვის და კომენტარისთვის. კომენტარები ჩემთვის მნიშვნელოვანია, თქვენი აზრი მაინტერესებს, ასე რომ გვიყურეთ, დაალაიქეთ არხი, გამოიწერეთ და კომენტარიც რა თქმა უნდა მომწერეთ. იმედია დღევანდელი ვიდეო მოგეწონებათ. ასე რომ დროებით აგიმშვიდობებით. ეხლა ვიმყოფებით სოფელ ზღუდერში, გამოვწვდით ჩვენ ქარელს. ქარელიდან იქნება დაახლოებით ახლო-მახლოშია რა, 5-6 კილომეტრი ამ სოფლამდე. გზა კარგია, მოასფალტებული გზა არის და მივდივართ ეხლა მაღალ მთაში. უნდა ვნახოთ ორი სოფელი. რომ მივახლოვდებით, მე გეტყვით რომელ სოფელში მივდივართ ჯერ. ხო, სოფლამდე ძადვის მონასტერი არის, გვინდა მივიდეთ ეხლა. და დავათვალიეროთ. ასე სპონტანურად არ ვაპირებდით ჩვენ ხო მონასტერში ისვლას, მაგრამ გზაზეა და თან ახლოს არის და მივიდეთ, ვნახოთ რა გვიშლის ხელს. გზა ახლა მონასტრამდე არ ვარდა, მაგრამ აკეთებენ ეთყობა. შეგხვდა ნუ დაანაგავებთ. ასეთი ტრაფარეტები უნდა იყოს ბევრი ყოველ 100 მეტრში. მაგრამ უნდა დაუჯეროს ხალხმა. რამხელა აღმარც მივახლოვდით. აი კიდევ ერთი ნუ დაანაგავებთ. გზა არ ვარგა. გზა არ არის ფაქტიურად. აქ ეხლა მაღალი თუ არ არის მანქანა აქ. ой, რა მოხვალ. იმხელა ორ მოებია. თან მშრალია ეხლა დღეს, ამინდი კარგია, გზა მშრალია. სისველეში აქ საერთოდ ვერ ამოხვალ. აბა მონასტრამდე. მანქანით არ უნდა იარო, ფეხით უნდა იარო. რა უნდა მონასტერთან მანქანას? არა? ხანდახან კი ახვალ ხო? ხანდახან ახვალ ხო, ფეხით? მონასტერთან ბიჭო $100,000 ჯიპებით დადიან. მამაოს კი ეყოლება კაი ჯიპი. აბა მივიდეთ ერთი რა ჯიპი ყავს. ნახოთ. აუ რა კაი ტალახში მოვედით ბიჭო. აკეთ ატები. ბაბუ საწავიდე აბა ყველგან ტალახია და. იქიდან გადავარდი. ძროხები კარგად დადიან ტალახში, როგორც ჩვენი მანქანა კარგად დადის ისე. ეხლა ეს ქალბატონი ძროხები თუ არ გაიწიან იქით, ხო, იქით აქეთ. ზოგი იქით, ზოგი აქეთ, ამ აღმარზე ვერა ვარ. ვა, უკაცრავად რა რო შეგაწუხეთ, მაგრამ გაიწიეთ ცოტა გვერდზე. ან სიჩქარეს მოუმატეთ. მოუმატეს სიჩქარეს. რაღაც დიდი მანქანა არის ამონასვლელი აქ. მასალა ამოიტანა ახალი შედგა. ალბათ ხო, სამხიდიანი მანქანა არის აქ. ასიარულები, იმიტომ ეს გზას გაბჭებული. აბა ნახე რამხელა ორ მოებია. ხო, ქვევით ორი ჯიპი იდგა და ალბათ ფეხი წამოვიდნენ, იცოდნენ, ასეთ გზა თუ იქნებოდა. აქ ჩვეულებრივი ჯიპი ვერ ამოვა. ამოვა არაჩვეულებრივი ჯიპი ჩვენ რო ყავს ეგეთი. შეიძლება ამ გზის გაკეთება. დააკეთებენ ბაბუ გზას, მოიცა რა ეჩქარებათ. კიდევ ერთ ტალახიან მონაკვეთს მივახლოვდით. არა ბიჭო, არ უნდა დავაბუქსაო, ვცდილობ, არა. ახალი მონასტერია ეს, ხო, როგორც მე ვიცი. სოფლებამდე მეგობრებო, ამოვიარეთ ჩვენ
ძაძვის ივანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერია, ჩემს უკან ხედავთ, ეგ არა ახალი აშენებული მონასტერია. ეტყობა გზაზე, სამხედრიანი მანქანაა და ტრაქტორია, ნავალი, გაფუჭებული გზა არის, ჩვეულებრივი ჯიპი აქ ცოტა რთულად ამოვა. მაღალი გამოვლობის ჯიპი არის საჭირო, მაგრამ იმედია ნუ გზასაც გააკეთებენ, ხალხმა რომ შეძლოს აქ ამოსვლა. მაგრამ მონასტერია აქ, მაინც და მაინც არ ამგონია ის ხალხმრავლობა იყოს ამ მონასტერში, მამათა მონასტერია. არაჩვეულებრივ ადგილას არის, ძალიან ლამაზი ბუნება არის, მონასტერი ძალიან ლამაზად არის აშენებული და მოდით მინდა რომ ერთად ეხა დავათვალიეროთ ეს მონასტერი. შიგნით გადაღება აკრძალულია, კარიბზე კიდია მინიშნება, ამიტომ შიგნით სამწუხაროდ ვერ გადავიღებ. ნახეთ როგორი გალამაზებულია. ტყე გაცოცხლებულია. აი ტექნიკა რითიც აქ გზა გაასწორეს რომ აშენებულიყო მონასტერი. შევალთ ახლა მონასტერში და მე გავაგრძელებთ ჩვენ გზას სოფლისაკენ. აი მინიშნება არის გადაღება არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მაინტერესებს შიგნით რა. ჯერ არ არის დასრულებული მშენებლობა. აუ რა მაგარი ხედია აქედან ნახეთ. კარგით მეც აღარ გადავიდებ, რახან არ შეიძლება. მინდა გაჩვენოთ გზის ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელსაც მიყავს სოფლამდე, სოფელ ბატიურამდე. როგორი ლამაზი ბუნება, სასწაული ხედებია რა, აი ძალიან მაგარი ჰაერია. აი ნახეთ როგორი მშვენიერი ადგილია. და ცოტაღა დაგვრჩა სოფლამდე მივად და სოფელსაც გაჩვენებთ. ამოვედით ახლა ჩვენ სოფელ ბატიურაში, რომელიც ქარელიდან არის 17 კილომეტრი დაშორებით. ეს ახლა ნასოფლარი აქ რამოდენიმე სახლია, მაგრამ იყო დრო 90-იანებამდე, როცა აქ სოფელი სოფლობდა, ხალხი ცხოვრობდა. ეს ზილია, ხო? ურალი არა, ზილია, სამხიდიანი. მიწაში არის ჩარჩენილი, საბურავები დაშვებულია. აი ხანია ბესო მე მგონი ეს მანქანა აქ არის გაჩერებული მიწაში, ჩამარხული. ამხელა კულებია. წინ უნდა წავიდეთ ახლა იქითაცაა სოფლის რამოდენიმე სახლი. მაგრამ მე მგონი ფეხით წავალ მე იქ, შორი არ უნდა იყოს. და აქაც უნდა იყოს სოფელი, ეს არის სოფელი ბატიურა. ზოგან ბათიური წერია, ზოგან ბატიურა წერია, ვეღარ გავიგე რა. ბატიური წერია. ბათიურა შენ რო გამიგზავნე, იქ ბათიურა არის. ბათიური. ხო, ბათიური. საით არის აბა სახლები? აი, ეგეთ ჩანს რა. ო. ძალიან მაგარ ადგილას კი არის. აბა ერთი ავიდეთ. ახოთ როგორ სახლებში ცხოვრობდნენ. ოი, ჭინჭარია ძალიან ბევრი. ახლა დამოსული ჭინჭარი. აქ იყო რაღაცა პატარა შენობა. ალბათ ბოსელი იყო. ძროხების სახლი. და ახაც ეგერ ძველი სახლია. აწმიტოვებული. ესე იგი ფაქტურად 90-იანი წლებიდან ხვლიკები ღარიან აქ. ხვლიკები და კიდე რა, აი, პატარა ხვლიკი. მოიცა ხვლიკო.
აბა შევიხედო მინდა. აქ. ესე იგი, ამას ეტყობა ამ სახლს რო ვიღაცა ამ სახლიდან გაიქცა და ეს ტანსაცმელები დატოვა. აშკარად ისეთი უჩანს პირი. სარდაფში, სხვენში ასასვლელი იყო. სარდაფი ამას აქვს ეგერქვევით ტყობა ქონდა ამ სახლს და აქ ცხოვრობდნენ. იყო დრო. აქეთ არის კიდე რამოდენიმე შენობა, მივიდეთ ახლოს. ესე იგი, მეგობრებო, რატო გამიჩნდა სურვილი რომ ამოსულიყავი და მენახა ეს კონკრეტული სოფელი ბატიურა. აქ ცხოვრობდა ერთადერთი ადამიანი, დურმიშხანი, ბატონი დურმიშხანი. თუ არ მეშლება ფილიშვილი იყო გვარად. და საქონელი ყავდა, ძროხები, ღორები, ქათმები, სოფლის მეურნეობას ეწეოდა. ცხოვრობდა მარტო, ინახავდა საქონელს და ყველი რძის ნაწარმი, ხორცი ჩაქონდა ხოლმე ქარელში, ყვება თავის გადაცემაში. და ამით ირჩენდა თავს. და იმედი მქონდა, მინდოდა რომ გამეგო ეს ბატონი დურმიშხანი ცხოვრობდა თუ არა, ისევ დარჩენილია თუ არა ამ სოფელში, მაგრამ სავარაუდოდ ეხა ჯერჯერობით აქ არანაირი ნიშანი იმისა რომ ვინმე ცხოვრობს არ არის. ჯერჯერობით ასეთი ნანგრევები მხდება ამ სოფელში. აბა წინათ უნდა იყოს რამოდენიმე სახლი და მინდა მივიდე იქაც. ეს არის სოფელში ამოსასვლელი გზა. ეხლა ნუ ფაქტიურად სოფელში ვართ უკვე ბატიურაში. ასეთი გზა მოდის. ბუნება არის ზღაპრული. აქეთ არის ძველი შენობა. მინდა რომ ახლოს მივიდე და ვნახო რა შენობა იყო და ეგერ იქით ჩანს კიდე დიდი სახლი. იქაც მივიდეთ. ამოვედით ეგერ. ეს ქვის ძველი შენობა არის. მივიდეთ ახლოს. აქ უკვე ძროხები სახლი არის, ესა ფაქტიურად ზაფხულში ალბათ საქონელი შემოდის არ და სიცხეს აფარებენ თავს. მაგრამ იყო დრო, როცა აქ ხალხი ცხოვრობდა, ამხელა სახლია. აქეთაც გზა მოდის. და მიდის ზევით. ცოტა აუყვები ახლა ამ გზასაც. ნახოთ რა ხდება. დენის ბოძები კი ჩანს, აგერ კიდევ ერთი დენის ბოძი, რომელზეც კაბელები აღარ არის. ამ გზას მინდა რომ ცოტა ავიარო. შეიძლება სულაც აღარ არის აქეთ არაფერი. შედის გზა და შეშიშთვის იყენებდნენ ალბათ ეს ქვევით მანქანა რო იყო ზილი სამხიდიანი. ეგეთი მანქანებით ამოდიოდნენ შეშაზე. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ბატონი დურმიშხანის საცხოვრებელი სახლი.
მაგრამ არ არის აქ არავინ. დღესდღეობით აქ არავინ აღარ ცხოვრობს. არც ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც დარჩენილი იყო და ყავდა. აი აქ ინახავდა ალბათ ეს. ალბათ ეს არის სახლი. ძროხებს, ღორები ყავდა, ქათმები. აი იქითაც არის ქვევით ხის სახლია. რამდენიმე სახლი არის, აქ ზევით მინდა ავიდე. ნახო თუ რამე ეტყობა ნიშანკვალი თუ აი მისი, რომ აქ ვინმე ცხოვრობს. ადრე რო ცხოვრობდა, ეგ ვიცით ისედაც 90 წლებამდე, მაგრამ სულ რამოდენიმე წლის წინ აქ იყო ერთი ადამიანი, კაცი, რომელიც მარტო იყო აი ამ მაღალმთიან სოფელში, აგერ გზა მოდის აქამდე. აი დენის ბოძები, რომელზეც კაბელები აღარ არის. რა თქმა უნდა გაიძარცვა. ზა ძალიან მაგარი ადგილია, ეგერ პატარა მდინარე ჩამოედინება. კიბებით ასასვლელი ხის კიბეებით. ქვევით ბოსელი. როგორი სილამაზეა და როგორი სიწყნარია. ხო, ეს პატარა მდინარე არის, ახლა აქ მინდა გადავიდე. აქ ეტყობა ეგერ მანქანით. იყო მოძრაობა, ფეხითაც ეგერ ხიდი არის. აკეთებული, გადავიდეთ. არ ჩავყირავდეთ, თავარია. და ზევით არის კიდევ ერთი სახლი. ხო, არა, აქაც არავინ არ იქნება, დანგრეულია. სახურავი ჩამოშლილია. აი, იქაც ავალ. პატარა ქოხი. აქ კაპიტალური დიდი შენობა იყო. ახლა ქვევით არის აშენებული კედელი. ხო, ეს გზა კიდე მეუყვება იქით, მაგრამ მგონი აღარცად აღარ მიდის, აგერ მასში არის მინდორში მთავრდება. და აქ არის კიდევ ერთი სახლი, იქაც მინდა ავიდე. ძალიან დიდი ბალახია და ზოგადად ასეთ ბალახში ამ პერიოდში სიარული ცოტა სახიფათოა, მაგრამ არ მგონი ახლა აქ რამე შემხვდეს მე ამ ბალახში. აქაც დანგრეულია. როგორი ხის სახლი იყო. კეთილი იყო ჩემი ფეხი, მაგრამ არავინ აღარ ცხოვრობს აქ. ნეტა ვინ ცხოვრობდა აქ? ოი. ჭიქებიც არის, თებშებიც. ძველი. დენიც იყო, კაბელები მოპარულია, აი. მოკლედ გაძარცვული სოფელია რა.
ზევით არაფერი აღარ არის. მინდორველებია, ლამაზი მთები და ტყეები. დავეშვათ ახლა ქვევით. დუმიშხან ფიძია, ესე იგი ან გარდაიცვალა, ან ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ორი ვარიანტია. ხო, ვერ ნახეთ. ბატონო დუმიშხან, თუ ნახავთ ამ ვიდეოს, ძალიან მეწყინა, რომ ამ სოფელში ჩვენ არ დაგვხვდით. რაღაცები წამოგიღეთ. მაგრამ არა უშავს. რა სიზავ. დავეშვებით ახლა ჩვენ ქვევით. სოფელი იმერხევისკენ. იმერხევი გამოვიარეთ. იმერხევი ცოტა დიდი სოფელია. შედარებით დაბალზე არის. აი იქითაც რამხელა. ის სახლი გამოვიარე, ხო. და იმერხევსაც დავათვალიერებთ. იმერხევში ცხოვრობენ. აქაც კი ცხოვრობდნენ, მაგრამ დღესდღეობით ეს სოფელი არის მოჩვენებასავით. აბა დროებით. აქაც შევიხედოთ აი როგორც ეს საათი არის გაჩერებული, ისე გაყინული აქ ამ სოფელში დრო 90-იანების მერე. არადა რა კაი კაპიტალური დიდი სახლი იყო. საცხოვრებელი. ბლოკით აშენებული. ქოვითაც არის კიდევ ერთი სახლი. და ძალიან მაინტერესებს. უნდა იყოს წესით სასაფლაოს ამხელა სოფელი იყო. სასაფლაო ნებისმიერ ყველა სოფელს აქვს, რაც მე გადაღებული მაქვს. სასაფლაო პატარა სამლოცველო და აი გებულობ ხოლმე სოფლის მოსახლეობას რა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, ოსები, ქართველები, ბერძნები, რუსები და მინდა რომ აქაც აი რამხელა პოძია კაბელების გარეშე. სასაფლაო ნახო, ალბათ იქნება და გავიგებ რა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. ესეც კაი კაპიტალური სახლი იყო ქვევით. ქვისგან აშენებული, იმედია ეს ხის კიბები არ ჩატყდება, მაგრამ აქ ტყილა მოვდივარ, არაფერი აქ არ არის. აი აქ იყო რაღაცა. ხედავთ თქვენ. არყის პატარა რიუმაჩკა. დურმიშხანბიძიას უყვარდა არყის დალევა. ლიტრის კოკა-კოლა ეს. აქ არ აწერება, ვადა სახურავზე აწერია ხოლმე. კოკა-კოლაც დაულევიათ. ლიმონადის ბოთლები. ესეც ერთი цаრიელი სახლი. სოფელი ბატიურასი. ხო, დაუყვები ახლა მე ქვევით გზას. იმიტომ რომ ეს უკვე სოფლის ბოლოა და ძალიან ძველი ასეთი ქვით აშენებული კედლებიც გვხვდება რაღაცა შენობების. რა იყო აქ? შეიძლება პატარა სალოცავი იყო, ეკლესია. ვინ იცის?
აჰა, აი მივადექი. ჩვენი წინაპრების დაკრძალვის ადგილს ასე ვთქვათ. სასაფლაოს მივადექი. სოფლის სასაფლაო. აბა ერთი მაინტერესებს. მოვიკითხო გვარები. ეს არის ბესაევი. ესეც ბესაევი. ეს არის ბესტაევი. იულია იობასასული 2007 წელს გარდაიცვალა. 2007 წლამდე ესე იგი ამ სოფელში ცხოვრობდნენ. წარმოიდგინეთ. გარშები ზურა იღებ? ხო, ვიღებ ესო, ნახე სასაფლაო და აქ მინდა ეხა შემოვიარო და დავათვალიერო რა, ჯერჯერობით ოსური გვარები მხვდება სულ. აქ პატარა სამლოცველო იყო. აქ ხედავ, ხო, აქაც ეგრეა, ხო. დანგრეული, არა, სასაფლაო აქაც. ესე იგი ძირითადად ოსები ცხოვრობდნენ. აქ არ ჩანს გვარები. კოკოევი 1979 წელს გარდაიცვალა ქალბატონი. 1984 წელს გარდაიცვალა ბესაევი. ეს ბესაევი. ბესტაევი. ოსური სოფელი იყო ბესო. ქართული სახელები აქვს, ძეებიც და ბესტაევი. თვითონაც და ქართულად ქრისტიანები იყვნენ, რა? რას ეჭვდა ნამოსებს? ეხა 90-იანებში ხო იცი რაც მოხდა, აირია სიტუაცია. ქართველებს რას ერჩოდნენ სამაჩაბლოდან? სამაჩაბლოდან ტოლულები რო ყავს, ქართველები მათ რას ერჩოდნენ? ეგრე ეჩოდნენ ამათაც ალბათ, რას გეიგე? პოლიტიკაში არ ჩავერიოთ ეხა ჩვენ. ქართველია ეხლა იმაში, ვინც ერჩის და იმას არ ერჩიან და. ესეც ჩვენი სოფელი ბატიურა. ბათიური, ხო? ზოგან ბათიურია, ზოგან ბატიურა, ესო რა ვიცი. სამაგარი ბუნება, ნახეთ. რაცამ წემსია იქ მან იმალება. სად არის ბიჭო წემს კაცშვილია შეხვედრია. სამწუხაროდ ბატონი დურმიშხან ფილიშვილი სოფელში ჩვენ აღარ დაგვხვდა. რამოდენიმე სახლი არ მიტოვებული და იმედი მქონდა რომ ეს ადამიანი რომელიც რამოდენიმე წლის წინ ამ სოფელში მარტო ცხოვრობდა და მისდევდა მესაქონლეობას აქ დაგვხვდებოდა რაღაცები წამოუღეთ სურსაც ანოვაგე მაგრამ სამწუხაროდ აქ აღარ ცხოვრობს ამ არაჩვეულებრივ ადგილას და არაჩვეულებრივ სოფელში რომელიც ოდესღაც სოფლობდა ასე ვთქვათ აქ ხალხი ცხოვრობდა დიდი სოფელი არ იყო ბატიაურა პატარა სოფელი იყო სულ რამოდენიმე სახლი მაგრამ ისევე როგორც ძალიან ბევრი სოფელი რომელიც ჩვენ გვაქვს გადაღებული ჩემ YouTube გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ და აი განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა ეს არის ბორჯომის რაიონიდან ბორჯომის ხეობიდან დაწყებული აქეთ ქარელისკენ გორის რაიონში და კასპამდე კასპის რაიონშიც დაახლოებით 160 სოფელი იყო რომელიც მჭიდროდ კარგად იყო დასახლებული ხალხით დაახლოებით 80% ოსი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა ქართველებთან ერთად მაგრამ ეს არეულობა რომ მოხდა 90-იან წლებში ეს სოფლები დაიცალა დაახლოებით 60,000-მდე ადამიანი
გადავიდა ზოგისაც საცხოვრებლად და ასე დარჩა მიტოვებული ეს ჩვენი ტერიტორიები ქართულ მიწა-წყალზე, ამდენი სოფელი დაუსახლებელი და წარმოიდგინეთ ახლა ეს უკვე 160 სოფელი რო იყოს ხალხი დასახლებული და აი სულ რამოდენიმე ოჯახი მაინც რო ცხოვრობდეს თითო სოფელში, ხო? ყველას ყავდა ძროხა, შინაური ცხოველი, ფრინველი, მესაქონლეობას მისდევდნენ, ნატურალური რძის პროდუქტები ჰქონდათ, იკვებებოდნენ და ამით ირჩედნენ თავებს. წარმოიდგინეთ რამხელა რესურსი იკარგება აი იმის გამო რომ არავინ აღარ ცხოვრობს და იმის გამო რომ ელემენტარული პირობები აღარ არის აი სოფელში, არც გზები არა, დენი არა და წყალი არ არის და არაფერი და იმის მერე 90-იანი წლების მერე აქ უკვე არავინ აღარ ცხოვრობს, კანტიკუნდად თუ არის ოჯახები დარჩენილი. ჩვენ ხა ჩემ YouTube გვერდზე დაახლოებით 50 სოფელი მაქვს. აქეთ ხარეს აი ბორჯომის რაიონში, ქარელში, გორის რაიონში გადაღებული ასეთი მიტოვებული სოფლები და მოკლედ აი რო უყურებ ამ სოფელში რომ მივდივარ და რო ხედავ ამ არაჩვეულებრივ ბუნებას, ძალიან მაგარ ადგილებს, სადაც შეიძლება განვითარდეს სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა და სიცარიელე რო აი სოფელი მოჩვენებებით არის, სოფელი მოჩვენებასავით არის ეს ადგილები, სოფლები, სახლები, სადაც ოდესღაც ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ დღეს არავინ აღარ არის და იმის გამო რომ ალბათ ვერც ყიდიან ამ სახლებს, იმიტომ რომ ვიღაცის სიხვარი ახლა აქ ცხოვრობდა ადრე ვიღაცა და ეს სახლები არის ახლა ვიღაცის სახელზე გაფორმებული, ამიტომ ვერავინ ვერ ყიდულობს, ვერავინ ვერ ის პატრონი კიდე საქართველოში აღარ არის, ვერ ჩამოდის ავარაუდოდ და ასე არის მიტოვებული. აი ეს ჩვენი სოფლები. და ესე იგი ისი თქმა მინდა ცოტა ის მე მესმის რომ სოფლის მეურნეობის წარმოება მარტივი არ არის და ფინანსურადაც არ არის ახლა ძალიან ის იაფფასიანი საქმე სოფლის წარმოება, ამიტომ ჭირდება მთავრობის მხარში დგომა ადამიანებს, ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც უნდა სოფელში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას მიყოს ხელი, მაგრამ მაგას ჭირდება მთავრობის გვერდში დგომა, რაღაც დაფინანსებები უნდა იყოს, როგორც ადრე იყო, მახსოვს მე იყო რაღაც ბარათები, ბარათზე ირიცხებოდა ხოლმე თანხა და იმ თანხით შეგეძლო საწვავი გეყიდა, შხამქიმიკატები გეყიდა შესაწამლად და რავი, რაღაც პრივილეგიები იყო, მაგრამ დღესდღეობით მე როგორც ვიცი, სოფლის მეურნეობის სამინისტროც კი აღარ არსებობს. და ესეთი მიტოვებული სოფლები მეგობრებო ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრია და იმედი მინდა ვიქონიო და სწორედ ეგ არის ჩვენი მიზეზი და მიზანი, რატომაც დავდივართ. არანაირ სარგებელს მე აქედან ვერ პოულობ, ერთადერთი ჩემი სტიმული ის არის, რომ იმედი მაქვს, რომ ოდესღაც ვიღაცა მიხედავს რა ამ ჩვენ კუთხე კუნჭულებს, ამ მიტოვებულ ადგილებს და გაიყვანენ გზებს, გაიყვანენ ელექტროენერგიას, ხალხი ამოვა დასახლდება, განვითარდება სოფლის მეურნეობა, დათესენ, მომკიან, არ ვიცი, იმედი მაქვს მაგისი ყოველ შემთხვევაში და იმიტომაც ვაკეთებთ ამას. მაგრამ თქვენი მხარში დგომა, მე ნამდვილად არ მეწყინება, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს არის კომენტარი. კომენტარი მომწერეთ, ის ნებისმიერი კომენტარი ვეცდები დავაკმაყოფილო და გავითვალისწინო. ყველას დიდი მადლობა. სოფელში ვართ ახლა ჩვენ. და ნელ-ნელა ჩაუყვები ახლა მე ქვევით მანქანისკენ გზას. ესეთი გზა არის სოფელში. აბა ახლა ასეთ გზაზე ვინ ამოვა ხოლმე აქ? არავინ არ ამოვა. აქ მანქანა ვერ ამოვა და ფეხით კიდე სოფელში ამოხვიდე და მიხედო სოფლის მეურნეობას გამორიცხული ამბავია. ჩავიდე, ჩავყვები ახლა მე ამ გზას ისევ. როგორც ამოვედი. მანქანა ცოტა ქვევით გავაჩერეთ, რომ არ მეწვალებინა აი ამ გზებზე სიარულით ტყილა. ზევით მაინც არაფერი აღარ არის. აქეთ აიღე, აქ. ოკაი. ეს არის გზა, რომელიც მიდის სოფელ ბატიურში.
ბუნება ულამაზესი. და ამ გზაზე ეხა მინიმუმ ასეთი მანქანა მაინც უნდა ყავდეს რა. ესეც აქ გააჩერეს, ზევით შეხვდა ადამიანები, იმათი არის ეს ნიმა. მას კრეფენ, რა ქვია იმას. ჯონჯოლის ხეები არის, აქ ბევრი. და მანქანით ამოვიდნენ. ზევით ისეთი ცუდი გზა არის, რომ შეიძლება ნივაც კი ვერ ავიდეს. სამხიდიანი მანქანა არის, ნასიარულები აქ შეშას დადიოდა ალბათ და მივყვებით ახლა ჩვენ ქვევით სოფელი იმერხევისკენ. მეგობრებო, ჩვენ ახლა მოვიარეთ სოფელი ბატიურა ნახეთ, ეგერ ზევით თებში ავედით და მაგ სოფლამდე ბატიურამდე არის და იმერხევი მინდა გადავიღო აქ. საკმაოდ დიდი სოფელია. სოფელში გაედინება მდინარე, ეგერ საკალმახი აქვს ადამიანს გაკეთებული. ჩავიაროთ უცებ სოფელი იმერხევშიც და ესეც დავათვალიეროთ. ეს გზა ზევიდან ჩამოდის მეგობრებო სოფელი ბატიურიდან. სოფელი იმერხევში ეგერ საკალმახი არის. სავარაუდოდ ფუნქციონირებს, კოხტად ლამაზად ეგერ აუზებია გაკეთებული სათევზე. სოფელში ჩამოიდინება მდინარე. ქარელიდან ახლოს არის, დაახლოებით 15 კილომეტრი იქნება. ეს სოფელიც განეკუთვნება მაღალმთიან რეგიონს, 1100 მეტრზე არის. ჩავიაროთ ახლა ოდნავ ფეხი და სოფელის დავათვალიეროთ. ნუ რა კარგი ადგილია, აქეთ ხარეს მდინარეა. აქეთ ხარეს სოფელია. აი გზევით მთაზე, მთის ფერდობზე ჩანს ეკლესია და ეკლესიაშიც გვინდა რომ ავიდეთ. აქ უკვე ამ სოფლამდე კარგი გზა მოდის, მოასფალტებულია და ეგერ ეტყობა კიდევაც ხალხი საქმიანობს. ვარავენ, ხნავენ, თესავენ, ფუტკრები ყავთ. აი რას ნიშნავს, როცა სოფლამდე გზა მოდის. გზა მოდის, დენიც არის აქ და ნუ გაზი არ ვიცი არის თუ არა. შვენიერი ლამაზი სოფელია, ძალიან კაი ადგილას. ქარელიდანაც ახლოს არის. ამარჯობათ. ცხოვრობს ხალხი, საქმიანობს. არა და ამ სოფლიდან არის დაახლოებით იქნება 2-3 კილომეტრი ბატიურამდე. მაგრამ აი გზა რო არ მედის იქამდე და ელექტროენერგია და წყალიც არ არის. არავინ არ ცხოვრობს სოფელში. არა და აქვია რა, აი ამ სოფლიდან არის სულ რაღაც 2-3 კილომეტრი იქნება აგერ ზევით მთაზე. ესო ეკლესიაში ავიდეთ და ხო და მე ეს მდინარეში გავიაროთ აქ ცოტა საბუროები ძალიან დავსვარეთ და ცოტა გავრებთ ხო. ჯერ ეკლესიაში ავიდეთ. აი. გაიგებარი. მე სოფელი იმერხევში ამოვედით. შვენიერი ეკლესიაა, ეგერ მამაო მოდის. გამარჯობა. რო გადავიღო შეიძლება? რო გადაიღო შეიძლება? გადაღება უნდა, გადაღება. ოვდივარ. აქ ამ შვიდობა. როგორ ძანდებით? და ეს ყველაფერი მამაზე ნორმა აშენა? რო შევიხედოთ შეიძლება?
ეს არის სოფელის ზეთხედი, იმერხევი. არაჩვეულებრივ ადგილას. ესეც კლდეზე აშენებული კილიები. ჯერჯერობით შენდება ისევ მამა ზენონის დახმარებითა და შეწეობით. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. შემაგარი ადგილია. შევიდეთ ახლა ეკლესიაში სანთელი დამანთოთ. ესეც ახალი აშენებულია, ხო მამა? მაგარია. ესე შენდება. აბა შევიხედოთ. აბა ეს რო შენდება, მე ძალიან კარგი იქნება. კელიები იქნება და სამრეკლო იქნება. ერთმა ხელი მოუმართოთ. მოვინახულეთ მეგობრებო იმერხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ზევით მთაზე გაჩვენებთ ახლა მამა ზენონი დაგვხვდა ძალიან გუკეთილი კაცი იყო თავისი ხელით არის ბევრი რაღაცები აშენებული ეკლესიაში მონასტერში ეხლაც აშენებს ბევრ ამეს კელიებს სამრეკლოს და ასე შემდეგ ბევრ ადგილებში დავდივართ მეთქი და ეს დანგრეული მიტოებული ეკლესიები გვხვდება ხოლმე, სადაც სანთელიც არა, პატარა ხატებია ხოლმე და სანთლები მაჩუკა საკმაოდ ბევრი სანთელი, რომ მოხვდებით ასეთ ადგილასო, აი ჩემი სახელით თუ დაანთეთ სანთელიო. ძალიან დიდი მადლობა მამა ზენოს. და ეს არის მდინარე, რომელიც სოფელში გამოედინება. ავედით. სულ ეგ იყო მეგობრებო, დღეს მოვინახულეთ სოფელი ბატიურა, სოფელი იმერხევი. ბატიურა ფაქტიურად უკვე სოფელი მოჩვენებასავით არის, არავინ აღარ ცხოვრობს და სამწუხაროდ თურმიშხანი ბიძია არ დაგვხვდა იქა და იმდენი სურსაცანოვაგე ვიყიდეთ და მოგვიწევს ამ რაღაცები ტყუილეულობა და რაღაცები ვიყიდეთ, ჩვენ შევჭამთ, რომ მიყვას ტყუილეულობა. იმერხევი გამოვიარეთ, დიდი სოფელია. ხო და მივდივართ ახლა ნელ-ნელა დავჭირდით ერთ ადგილზე, ისანდილებთ, დავისვენებთ და მერე წავალთ სახლისაკენ. იმედია დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ. ეგერ სუფრა გავშალეთ, დავისვენებთ ახლა და დღევანდელი ვიდეო ვისაც მოგეწონათ, ლაიქი დასვით, გამოიწერეთ არხი, კომენტარიც მოწერეთ. დიდი მადლობა ყველას მომავალ შეხვედრამდე.